ყოველდღიურ ცხოვრებაში გადასაადგილებლად ვსხდებით კომფორტულ ავტომობილში, სამარშრუტო ტაქსსა და ავტობუსში. ჩავდივართ მეტროში. ამ სწრაფი გადაადგილების საშუალებების გამოყენების დროს არასოდეს გვიფიქრია რა იყო მანამდე. თბილისის ტრანსპორტის ისტორიას მე-19 საუკუნეში მივყავართ. 130 წლის წინ თბილისში პირველი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ეგრეთ წოდებული კონკა გამოჩნდა. ის ცხენებზე შეფმული 4 თვალა იყო, რომელსაც საკუთარი საცხენოსნო რკინიგზა ჰქონდა. გაჩერებების არარსებობის გამო დაყვებოდა კონდუქტორი. 1910 წელს კონკამ არსებობა შეწყვიტა და მისი ადგილი ტრამვაიმ დაიკავა. ტრანსპორტის მოდერნიზება 1904 წელს ბელგიურმა კომპანიამ აიღო თავის თავზე. ცხენის ძალა ელექტროენერგიით შეიცვალა და სწორედ ამის შემდეგ მან 1940 წელს თბილისში რეკორდული რაოდენობის მგზავრი 194 მილიონი ადამიანი გადაიყვანა. ტრამვაის პოპულარობა მეტროს გაჩენასთან და მის განვითარებასთან ერთად გაქრა. თბილისი საკუთარი მდებარეობით და ფორმით არ იძლევა იმის საშუალებას, რომ სატრანსპორტო კომუნიკაციების დიდი ნაწილი მიწის ზემოთ განლაგდეს. სწორედ ეს იყო ძირითადი მიზეზი, რამაც თბილისში მეტროპოლიტენის იდეის განხორციელებას შეუწყო ხელი. 1951 წელს საბჭოთა კავშირში დაიწყო მეტროს მესამე სისტემის მშენებლობა თბილისში. Si t'as des volontés à exprimer, une prière que t'aimes bien, ou un mot historique à balancer, mec-toi, ça va péter dans 15 secondes. ოფიციალურად მეტრო 1966 წლის 11 იანვარს გაიხსნა. შედგებოდა 6 სადგურისაგან: დიდუბე, ელექტროდეპო, მარჯანიშვილი, რუსთაველი, ვაგზლის მოედანი და ნაძალადევი. 2005 წლის მონაცემებით თბილისის მეტრომ დაახლოებით 105.6 მილიონი ადამიანი გადაიყვანა. Tout corps plongé dans un liquide. მეტროპოლიტენის გარეშე მე ვერ წარმომიდგენია ვერანაირად თანაც. ეს არის ძარღვი, უმთავრესი ძარღვი დედაქალაქის. იმდენი ხალხი გადადის მეტროპოლიტენით, იმდენი მგზავრობს, ეს ხალხი წარმოიდგინეთ ვერ ჩამოვა მეტროში და ყველა უნდა გადაადგილდეს ან ავტობუსით, ან მარშრუტკით, ან ტაქსებით, მაგრამ რამდენადაც არ უნდა გაიზარდოს მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა და მოძრაობა ქალაქში. არ ამგონია, რომ იმან თუნდაც რამენაირად მოახერხოს და ჩაანაცვლოს მეტროპოლიტენი. ბელგიურმა კომპანიამ კიდევ ერთი გადასაადგილებელი საშუალება დაგვიტოვა თბილისელებს. 1905 წელს ფუნქციონირება დაიწყო ფუნიკულორმა. ასეთი განვითარებით თბილისი ურბანული კულტურის მქონე ევროპული ქალაქების რიცხვს შეემატა. ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულ ბელგიის ანონიმურ საზოგადოებას 1945 წლის შემდეგ ფუნიკულორი ქალაქისთვის უსასყიდლოდ უნდა გადაეცა. ამ ძველ შეთანხმებას განხორციელება არ ეწერა. მას შემდეგ, რაც თბილისის თავზე წითელი დრო შეაფრიალდა კერძო მესაკუთრეებს საქალაქო ტრანსპორტი ჩამოერთვათ. თბილისის ფუნიკულორი პირველად 1905 წელს გაიხსნა მსოფლიოს სამთო საბაგირო გზებს შორის ის ერთ-ერთი უძველესი და ულამაზესი ნაგებობა. მთაწმინდის პარკმა გასულ წელს დეკემბრის თვეში აღადგინა ფუნიკულორი, განახლდა ვაგონები, 2 ძალიან კომფორტული ვაგონი ჭონქაძის ქუჩიდან 3 წუთში ადის პარკში, ანუ ქალაქიდან ფაქტობრივად 3 წუთში შეგიძლიათ მოხვედრა მთაწმინდის პარკში. კომპანია გარავენტამ აღადგინა ვაგონები, ეს სიმბოლურად ეს ისკო ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც პირველად ააშენა ფუნიკულორი. ასევე მინდა გითხრათ, რომ სექტემბრის ბოლოს დაგეგმილი არის საჰაერო საბაგიროს გაკეთება, ანუ რედისონიდან, სასტუმრო რედისონიდან ამოვა საჰაერო საბაგირო პირდაპირ მთაწმინდის პარკში.
პირველი საბაგირო გზა თბილისში 1957 წელს შეიქმნა და მან რუსთაველის გამზირი მთაწმინდის პარკს დაუკავშირა. ერთ დროს თბილისის მოსახლეობისთვის განკუთვნილი რამდენიმე საბაგირო დღეს უფუნქციოდაა. თუმცა 2012 წლიდან უკვე ქალაქის საზოგადოებრივ ტრანსპორტს რიყის პარკისა და ნარიყალას ციხესიმაგრის ერთმანეთთან დამაკავშირებელი საბაგირო გზა შეემატა. 21 საუკუნის თბილისიდან მას მეოთხე საუკუნის სიძველეებამდე სულ რამდენიმე წუთში ავყავართ. თბილისის ტრანსპორტის ისტორიას ბოლოს მიწის ზემოთ არსებულ ყველაზე აქტუალურ ტრანსპორტამდე მივყავართ. პირველი ავტობუსები 1933 წელს გამოჩნდა თბილისში. თავდაპირველად მხოლოდ 3 ავტობუსი მოძრაობდა. ახლა ქუჩები ყვითლადაა შეფერადებული. მართალია მილიონიანი ქალაქის მოსახლეობის დატევა უჭირს, მაგრამ ქაოტურ მოძრაობაში მაინც შეუძლია მთელი დღე იმსახუროს.